რატომ იწვევს ყოველ ჯერზე უხვინალექი დედაქალაქის ფაქტობრივად სრულ პარალიზებას და ქუჩების მასობრივ დატბორვას? კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ კახა კალაძე ამ ნაწილში პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რადგან სწორედ დედაქალაქის მერია პასუხისმგებელი განაშენიანებაზეც, რომელიც ბოლო წლებში მკვლევარების თქმით სრულიად უკონტროლო გახდა და სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაზე. მაგალითად მხოლოდ წელს 4 მილიონი ნახევარია გამოყოფილი, რომელიც უნდა მოხმარდეს სანიაღვრე სისტემის მოვლა პატრონობას და წმენდას. 2025 წელს დავხარჯეთ 4 მილიონ 900.000 დაახლოებით, სწორედ იმისთვის, რომ ცხაურები შეცვლილიყო, გარეცხილიყო და გაწმენდილიყო სანიაღვრე სისტემები. თუ სისტემატიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება, მაშინ რატომ ვერ ატარებს უხნალექს ეს სანიაღვრე ჭები? ეს არის მკვლევარების კითხვა. ირაკლი აბესაძე პირდაპირ ამბობს, რომ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით მოხშირდა უხვინალექის შემდეგ დედაქალაქის ქუჩების დატბორვა, დარწმუნებულია, რომ სანიაღვრე სისტემის წმენდის ნაცვლად ეს ფული გაიფლანგა და ყველაფერი სწორედ კორუფციული გარიგებების დამსახურებაა. უპასუხისმგებლო მერის სულელურ განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, სინამდვილეში იმაში, რომ ქალაქი ნებისმიერი საშუალო რაოდენობის ნალექის დროს იტბორება, ამაში მთავარი დამნაშავე არის ის აბსოლუტურად გაუაზრებელი ურბანული პოლიტიკა, რომელსაც კალაძე ახორციელებს, როდესაც შეუსაბამო ადგილებში, შეუსაბამო მასშტაბის მშენებლობები ხორციელდება, როდესაც ფაქტობრივად ჩაბეტონებულია მთელი ქალაქი და მეორე ის კორუფცია, რომელიც ჭამს იმ მილიონებს, რომელიც უნდა ხმარდებოდეს ერთი არსებული სანიაღვრეების მიმდინარე მოვლაპატრონობას. ხედავთ, რომ ნებისმიერი ნალექის დროს ფაქტობრივად ეს სანიაღვრეები გაჭედილია, ანუ თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ აქ ფული უბრალოდ იპარება და არანაირი გაწმენდითი სამუშაოები და მიმდინარე მოვლაპატრონობა სანიაღვრეების არ ხდება და ის ათეულობით მილიონი ლარი ასევე გაფლანგული და ხშირ შემთხვევაში როგორც ჩანს მოპარულია, რომელიც ხმარდება ახალი სანიაღვრეების მოწყობას. ის არაკომპეტენტურობა და რაც თავარია კორუფცია და ფულის პარვა არის თავარი დამნაშავე იმაში, რომ ნებისმიერი წვიმის დროს ჩვენ შიშით გვიწევს საკუთარი ფანჯრებიდან ყურება დედაქალაქის ქუჩების. უხვინალექი სხვა ქალაქებშიც მოდის, მაგრამ არ იწვევს ქალაქების პარალიზებას. ეს პასუხი აქვს ოპოზიციას კახა კალაძისთვის, რომელმაც დღეს თბილისის მთავრობის ხდომიდან გვითხრა, რომ წვიმა არ უნდა გვიკვირდეს და მეტიც ისრები კვლავ წინა ხელისუფლების ბრალეულობისკენ გადაიტანა. ამიტომაც ოპოზიცია კახა კალაძეს ახსენებს, რომ ის უკვე მესამე ვადით არის დედაქალაქის მერი და დიდი ხანია, რაც პასუხისმგებლობა ქალაქში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაზე თუ სხვა პრობლემებზე სწორედ მას ეკისრება. სანიაღვრე სისტემის გაუმართავობის პრობლემასთან ერთად ოპოზიცია საუბრობს და ახსენებს ურბანულ გენოციდს, მილიონობით კვადრატულ მეტრზე მშენებლობების გაცემის ნებართვას და ფიქრობენ, რომ სწორედ ამის დამსახურება შედეგი, რომელსაც ვიღებთ უკონტროლო განაშენიანების პირობებში, შესაბამისად ქალაქის ქუჩები ვეღარ ატარებს უხნალექს და შესაბამისად იტბორება ქუჩებიც. ქალაქის დატბორვაზე და საჯარო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება იმ ძალას და იმ ადამიანს, რომელიც 10 წელზე მეტია მართავს ქალაქს. და რა თქმა უნდა, კალაძის პასუხისმგებლობა არის ის, რომ სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემები ამ ქალაქში არ არის მოწესრიგებული, არ არის მოწესრიგებული და მომზადებული მათ შორის უხვინალექისათვის და ამავდროულად ამ უხვინალექის შედეგად გამოწვეული დატბორვა დიდწილად განპირობებული არის იმ ურბანული გენოციდით, რომელზეც პასუხისმგებელი არის კახა კალაძე. მისი მერობის პერიოდში 356 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. თბილისზე გაცილებით უფრო ინტენსიური და უხვინალექი არის როტერდამში, კოპენჰაგენში, იაპონიაში და ტოკიოში, სადაც ქალაქი ბევრად უფრო მომზადებული ხდება წვიმას
და ასეთი ტიპის ზიანი არ დგება. ეს ადამიანი თანამდებობას იყენებს კორუფციისთვის და პირადი გამდიდრებისათვის, შესაბამისად, მისი ინტერესის სფეროში საერთოდ არ შედის ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწინავე ტექნოლოგიებით და მიდგომებით უზრუნველყოფა. პასუხისმგებლობა არის ქალაქის მთავრობაზე, რომელსაც კომპეტენციის ნაკლებობა აქვს და არის კორუმპირებული. ეს არის იმის მიზეზი, რომ ნებისმიერი წვიმა ასოცირდება ჩვენი ქალაქის დატბორვასთან, წყალდიდობასთან, აი ამ გაუსაძლის პირობებში, ნალექის შემთხვევაში, შიში და აი ამ მდგომარეობაში ატარებენ ჩვენი მოქალაქეები ღამეებს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, კახი კალაძე და მისი მთელი თბილისის მერიის ვერტიკალი. ამ შემთხვევაში ყველამ კარგად უსწორმეთ, რასაც რა მოხდება სამწუხაროდ თბილისის ქუჩებში, სრული პარალიზება, ქაოსი. ეს შეუძლებელი არ იყოს იმ ადამიანის მათ შორის რომელიც უკვე ამდენი წელი არის გახდა თბილისის მერი, სანეაბური სისტემა რომ ამდენი წელია კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არაუსხვის ბრალდება არ არის და ვერ იქნება. პარალიზებული და დატბორილი ქუჩების შედეგად მხოლოდ გუშინდელი წვიმის შემდეგ არ გვინახავს დედაქალაქში. ფაქტობრივად, ყოველ ჯერზე უხვი ნალექი ნიშნავს იგივე შედეგს დატბორილ ქუჩებს და დატბორილ სახლებს მოქალაქეებისთვის. პირდაპირ ეთერში ლიკა ჯანყარაშვილი საუბრობდა.